მოგესალმებით. ძალიან საინტერესოა იმ შეფასებების მოსმენა, რომელსაც ევროკავშირის ლიდერები მათივე ქვეყნებში გამართულ აქციებზე აკეთებენ ხოლმე. საკმარისია ვინმე აქციებზე მცირედით კანონს გადაუხვიოს და იმ წამსვე კეთდება უმკაცრესი განცხადებები. შემდეგ კი გახსენდება საქართველოში გამართული აქციები, სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობები, შტურმი პარლამენტზე, პოლიციელებთან ბრძოლა ბარიკადებისა და პეტარდების გამოყენებით. ამას ზემოდან დამატებული იმავე ევროპელი ლიდერების განცხადებები და ძალიან ნათლად ჩანს, რომ დღეს ევროკავშირი ორმაგი სტანდარტების საუკეთესო მაგალითია. 22 თებერვალს ბულგარეთის ულტრამემარჯვენე პარტიის აღორძინების რამდენიმე ათასმა მხარდამჭერმა სოფიაში ევროკავშირის მისიის შენობას წითელი საღებავი შეასხა. შენობას ესროლეს პეტარდები და მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც შენობის შესასვლელ კარს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დაახლოებით 10 პოლიციელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, ხოლო 6 ადამიანი დააკავეს. აქციების მიზეზია ეროვნული ვალუტიდან ევროზე გადასვლის პროცესის დაწყება. ბულგარეთი ევროკავშირის წევრი 2007 წელს გახდა, თუმცა ბოლო დრომდე ეროვნულ ვალუტას ლევის იყენებდა. დადგენილი პროცედურების მიხედვით ქვეყანა ევროზე 2026 წლის იანვრიდან უნდა გადავიდეს. ამისთვის 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 3%-იან დეფიციტს დააწესებს, რაც გზას გაუხსნის ევროს შემოღებას 2026 წლის 1 იანვრიდან. ბულგარელების კრიტიკული განწყობა ეროვნული ვალუტიდან ევროზე გადასვლასთან დაკავშირებით სრულიად ნათელია, მაშინ როცა უკვე არსებობს ხორვატიის მაგალითი, რომლის ევროზონაში გაწევრიანებამ ქვეყანაში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, მაგრამ აქციებთან მიმართებით ყველაზე საინტერესო მაინც ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება იყო. მან როგორც ჩანს ვერ აიტანა სოფიაში ევროპის სახლზე თავდასხმა. ასე უწოდებენ ევროკავშირის მისიის შენობა, სადაც არის ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლობა. ფონ დერ ლაიენი ამბობდა, რომ აღმაშფოთებელი იყო თუ როგორ არბევდნენ ევროკავშირის ოფისს და რომ ძალადობა და ვანდალიზმი დაუშვებელი ყოფილა. რა გამოდის? სოფიაში ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლობაზე თავდასხმა ვანდალიზმი და ძალადობაა და საქართველოში პარლამენტის შენობაზე რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტი შტურმი, გამოხატვის თავისუფლება და დემოკრატიისთვის ბრძოლა? რაღაც არ გვახსენდება ურსულა ფონ დერ ლაიენის აღშფოთება იმით, თუ როგორ წვავდნენ პარლამენტის შენობას, როგორ ცდილობდნენ შენობის შტურმით აღებას, რათა შემდეგ ხელისუფლება დამხობილად გამოეცხადებინათ. არ გვახსენდება ფონ დერ ლაიენის აღშფოთება პოლიციელებზე თავდასხმების შემდეგ. თავარი მაინც ის არის, თუ რატომ არის ასეთი ორმაგი სტანდარტი საქართველოსთან მიმართებით. ამაზე არაერთხელ გვითქვამს. მიზეზი იმ პოლიტიკის გატარებაზე უარია, რომელსაც ფონ დერ ლაიენისა და სხვა ევროკრატების ხელით გლობალური deep state-ის თავაზობდა საქართველოს. ეს არის მეორე ფრონტი, ნეოლიბერალური ღირებულებების დანერგვა და LGBT პროპაგანდა და სუვერენიტეტის გადაბარება გარე ძალისთვის. ამ დღის წესრიგს კი აქ საქართველოში სწორედ ის დასავლური ორგანიზაციები აფინანსებდნენ, რომელნიც უკვე დახურა შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. საუბარია USAID-ზე, NED-სა და მათ მიერ დაფინანსებულ სხვა ორგანიზაციებზე, ISFED-ზე, NDI-ზე, IRA-ზე. სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ Deep State-ის დირექტივების გამტარებლები ადრესატამდე. მათი კოორდინირებით უნდა შემდგარიყო პოლიტიკური დღის წესრიგი და ისინი უნდა ყოფილიყვნენ ჩართული საკანონმდებლო საქმიანობაშიც კი. ძალიან კარგია, რომ პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის სახით 14 კანონპროექტის ინიცირება მოხდა, რომელთა ამოქმედების შემდეგ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეიცვლება ყველა ის კანონი, სადაც საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სავალდებულო იყო. რაც ფონ დერ ლაიენისა და მისი ევროკომისრებისგან გვახსოვს და ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით, არის შემდეგი. გასული წლის 20 დეკემბერს ფონ დერ ლაიენმა ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო შეზღუდვების შესახებ განცხადება გააკეთა. მიზეზი ხელისუფლების 28 ნოემბრის გადაწყვეტილება იყო, რომლითაც პოლიტიკურ დასავლეთს და კონკრეტულად ევროკრატებს გამოეცალათ იარაღი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. ფონ დერ ლაიენი ამბობდა, რომ თურმე პარლამენტის წინ რადიკალური ოპოზიცია მშვიდობიანად აპროტესტებდა ხელისუფლების გადაწყვეტილებას. პოლიცია კი ასე მიზეზის გარეშე ძალადობით დაპირისპირებია მშვიდობიანებს. ხომ არის რაღაც პარალელური რეალობის მსგავსი? არის.
რამდენიმე დღის წინ ფონ დერ ლაიენის ევროკომისარი კაია კალასი ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა. თუ ბულგარეთში, სოფიაში აქციები ძალადობრივი და ვანდალური იყო იმის გამო, რომ ევროკავშირის ოფისზე შტურმი მიიტანეს, მაშინ ძალადობრივი ყოფილა საქართველოს პარლამენტზე შტურმიც. თუ აქ პოლიცია დამნაშავე ყოფილა იმის გამო, რომ მოძალადეები და ვანდალები დაშალა, მაშინ არც სოფიაში უნდა დაეშალა პოლიციას დემონსტრაცია და საშუალება მიეცათ ევროკავშირის ოფისის შენობა დაეწვათ. სხვა დასკვნას ფონ დერ ლაიენის განცხადებების ფონზე ვერ გავაკეთებთ. ბულგარეთში აქციების შესახებ ნახეთ დათა გვასალიას სიუჟეტი. ბულგარეთის დედაქალაქი სოფია. ადგილობრივებმა ევროკომისიის სათავო ოფისს საღებავიანი კვერცხები დაუშინეს და ცეცხლი წაუკიდეს. ევროსკეპტიციზმმა ბულგარეთში პიკს 22 თებერვალს მიაღწია. თანაც მაშინ, როდესაც ქვეყანამ ევროკავშირში წევრობის მე-18 წელს ევროზონაში გაწევრიანების უფლება მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის ეროვნულ ვალუტას, ლევს, ევრო ჩაანაცვლებს. მინდა დავიწყო კომისიის რეკომენდაციებზე საუბრით, რომლებიც ევროზონას შეეხება და რომლებიც დღეს დამტკიცდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ გააგრძელოს რეფორმები და პოლიტიკა კონკურენტუნარიანობის, მდგრადობისა და ფინანსური სტაბილურობის გასაუმჯობესებლად. ასევე მინდა გავიმეორო ევროჯგუფის პრეზიდენტისა და კომისრის ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ ბულგარეთის ინტეგრაციის მდგომარეობის შესახებ გამართული განხილვა ძალიან იმედის მომცემი იყო. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, მალე შევძლებთ ბულგარეთთან მოლაპარაკებების დაწყებას, რათა ის დროულად შეუერთდეს ევროპის სტაბილურობის მექანიზმს, როგორც ეს წარსულში ლატვიის, ლიტვისა და ხორვატიის შემთხვევაში მოხდა. ბულგარეთის გეგმამ ევროს მიღების შესახებ საზოგადოებაში კამათი გამოიწვია, რადგან ადგილობრივების ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ არის მზად ევროიზაციისთვის. ასეთ პირობებში კი ეროვნული ვალუტის დათმობა მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გააძვირებს. ამ შიშს ბულგარელებში კიდევ უფრო ამძაფრებს ხორვატიის მაგალითი, რომელმაც ევრო ოფიციალურ ვალუტად 2023 წელს აქცია, თუმცა მოსახლეობა ამით კმაყოფილი არ ჩანდა და აცხადებდნენ. გრძნობდი საკვებზე ფასების მატებას, მე მიყვარს საჭმლის მომზადება, მაგრამ ეს პრობლემაა, რადგან ხელფასთან შედარებით ის გაცილებით ძვირია. ჩვენ ყველა ვგრძნობთ, რომ ფასები გაიზარდა მინიმუმ 30%-ით ყველაფერზე. სწორედ იგივე შიშები აქვთ ბულგარეთში, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისისა და მაღალი ინფლაციის ფონზე. ის ჯგუფები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ევროიზაცია სოფიაში ევროკომისიის შენობასთან გააპროტესტეს, აღნიშნავენ, რომ ეროვნული ვალუტის ევროთი ჩანაცვლებით ბულგარეთი სრულად დათმობს ფინანსურ დამოუკიდებლობას, რადგან ბრიუსელს ექნება მძლავრი ბერკეტები ძლიერი კონტროლისთვის. ეს მართლაც ასეა. ევროზონის წევრი ქვეყნები გარკვეულწილად კარგავენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, რადგან მათზე კონტროლი აქვს ევროპის ბანკს, ევროკომისიას და ევროჯგუფს. განსაკუთრებით კრიზისის დროს ბრიუსელს შეუძლია მკაცრი ფინანსური შეზღუდვები და სანქციები დააწესოს, რაც წევრი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიმართულებებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ევროზონაში ქვეყნის გაწევრიანებით ევროპის ცენტრალური ბანკი აკონტროლებს ევროზონის ქვეყნების ფულად საკრედიტო პოლიტიკას, რაც ნიშნავს, რომ ეროვნული ცენტრალური ბანკები დამოუკიდებლად ვერ წყვეტენ მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს. ჩვენ არ გვინდა ბულგარეთის ფინანსური დამოუკიდებლობის განადგურება, ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ ბულგარეთის დონე. ამ მომენტში ჩვენ ვდგავართ მარტივი არჩევანის წინაშე, თავისუფლება თუ ევრო, სხვა არჩევანი არ გვაქვს, ჩვენ აქ ვართ ჩვენი თავისუფლების დასაცავად. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბულგარლების უმეტესობას ეროვნული ვალუტის ევროთი ჩანაცვლება ან საერთოდ არ სურს, ან ფიქრობენ, რომ ეს მოგვიანებით უნდა მოხდეს. ადგილობრივი სოციოლოგიური კვლევის სააგენტო მიარა აქვეყნებს კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 47.1% ევროიზაციის წინააღმდეგია, 39% კი მომხრე. გარდა ამისა, საინტერესო იყო შემდეგი შეკითხვა და ბულგარლების პასუხი.
ევროს მიღება ჩვენი ქვეყნის სრული ევროინტეგრაციის ხელშეკრულების ნაწილია, ჩამოთვლილი 3-დან, რომელია ყველაზე ახლოს თქვენს პირად მოსაზრებასთან. გამოკითხულთა მხოლოდ 25.7% ამბობს, რომ ევრო გეგმის შესაბამისად 2026 წლის 1 იანვარს უნდა მიიღონ, ხოლო ყველაზე მეტი 41.4% მიიჩნევს, რომ ევრო არასოდეს უნდა იქნას მიღებული. 30.8% თვლის, რომ ევრო ბულგარეთმა უნდა მიიღოს, თუმცა ჯერ არა, მოგვიანებით. ამ ეტაპზე ბულგარეთში მსგავსი განწყობებია და როდესაც იმ ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც 18 წელია ევროკავშირის წევრია, ევროკომისიის შენობას ცეცხლს უკიდებს, თანაც ზუსტად მაშინ, როდესაც ევროზონაში მისი მიღება რეალური ხდება, ღრმა კრიზისსა და ევროსკეპტიციზმზე მიანიშნებს და ამისთვის შესაძლოა მიზეზიც ჰქონდეთ. 2007 წლის 1 იანვარს ბულგარეთი დიდი ზეიმითა და იმედებით შეხვდა ევროკავშირში გაწევრიანებას. თავს კარგად ვგრძნობ, მიხარია, რომ უკვე ევროპაში ვართ. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისაც მიაჩნდა, რომ ბულგარეთი არ იყო მზად ეკონომიკურად ევროკავშირის წევრობისთვის. მე არ მაქვს დიდი მოლოდინები, ბულგარეთი ჯერ არ არის მზად ეკონომიკურად, მაგრამ უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილნი. განწყობები საკმარისი არ აღმოჩნდა. ბულგარეთი 18 წელია ევროკავშირის წევრია და მაინც ერთ-ერთ ღარიბ ქვეყნად რჩება. გარდა ეკონომიკური პრობლემებისა, ევროკომისიის შენობასთან მომხდარი ინციდენტი მიანიშნებს, რომ ბულგარელები დაიღალნენ ევრობიუროკრატიითაც, ბრიუსელით, რომელიც მათ გამოდმებით ღირებულებებსა და ლიბერალური დემოკრატიის სტანდარტზე ესაუბრება. ესაუბრება, როგორ უნდა იცხოვრონ და რა კანონები მიიღონ, როგორც ეს ანტი-LGBT კანონის მიღების დროს მოხდა. მაშინ ბრიუსელი ბულგარეთის ინიციატივას LGBT პროპაგანდისგან არასრულწლოვნების დაცვაზე ეწინააღმდეგებოდა. ევროკომისიის შენობის დარბევის მცდელობა მიანიშნებს, რომ ბულგარლებს ბრიუსელისგან 10 წლეულია რეალურ საჭიროებებზე რეაგირების მოლოდინი აქვთ. თუმცა თითქმის 2 წლეული არ აღმოჩნდა საკმარისი მათი პრობლემების მოსაგვარებლად, რაც ბულგარეთში სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს. მაგალითად, ბოლო საპარლამენტო არჩევნები ბულგარეთში 2024 წლის 27 ოქტომბერში ატარდა. ეს იყო მე-7 არჩევნები ბოლო 4 წლის განმავლობაში, რაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შედეგია. ამ მოცემულობამ, ანუ 4 წლის განმავლობაში მდგრადი მთავრობის გარეშე ყოფნამ, ქვეყანა სტაგნაციაში ჩააგდო, რადგან ის ვერ ვითარდებოდა, ვერ მიიღებოდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ეკონომიკური განვითარება შეჭირდა, ცხოვრების დონე შემცირდა და საზოგადოებაშიც იმატა უიმედობამ, ნიჰილიზმმა და ბოლო ჩატარებულ არც ერთ არჩევნებში მოქალაქეების 40%-ზე მეტს არ მიუღია მონაწილეობა. 2024 წლის ივნისში კი რეკორდულად დაბალმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, 33.4%-მა. ეკონომიკური სტაგნაციისა და კორუფციის მაღალი მაჩვენებლის შედეგად ბოლო 30 წლის განმავლობაში ბულგარეთში მოსახლეობა კატასტროფულად მცირდება. 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა და გაეროს პროგნოზით ეს ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ბულგარელებს ახსოვთ ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას პარტია, რომელიც დასავლეთიდან მართული პოლიტიკური პროექტი იყო. ახსოვთ, რომ მისმა ლიდერმა, კირილ პეტკოვმა, რომელიც მხოლოდ 7 თვით იკავებდა პრემიერის სავარძელს, ანტირუსული სანქციების მეშვეობითა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებით, რასაც მოსახლეობის 60%-მდე ეწინააღმდეგებოდა, ბრიუსელის გული კი მოიგო, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. ინფლაციის მაჩვენებელი ბულგარეთში 2021 წლის ნოემბერში, როდესაც პეტკოვმა არჩევნები მოიგო, ევროსტატის მიხედვით 6.3% შეადგენდა. აგვისტოში კი, როდესაც პეტკოვმა დაკავებული თანამდებობა დატოვა, ინფლაციის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზე 15%-ზე იყო. ინფლაციის ზრდაში გარკვეულწილად ბრიუსელიც დამნაშავეა, რადგან სანქციების პოლიტიკა სწორედ მისი გადაწყვეტილებითა და მოთხოვნით გატარდა არა მხოლოდ ბულგარეთში, არამედ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებშიც. ბრიუსელის არასწორი პოლიტიკის შედეგია სწორედ ის, რომ ევროპის მასშტაბით უფრო და უფრო იმატებს ევროსკეპტიკოსი, მემარჯვენე პარტიების რეიტინგი. ეს ჯერ ევროპარლამენტის არჩევნებზე გამოჩნდა, როდესაც საფრანგეთში, ავსტრიასა და იტალიაში მემარჯვენეებმა პირველი ადგილი დაიკავეს. გერმანიაში იმდროინდელ მმართველ ძალას გადაუსწრეს. დაწინაურდნენ საბერძნეთში, ნიდერლანდებში, უნგრეთსა და პორტუგალიაში. პოზიციები გაიმყარეს სლოვაკეთში, ბელგიასა და ესპანეთში. სულ ახლახანს კი გერმანიაში ჩატარებულ რიგგარეშე არჩევნებზე მემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის ქვეყანაში სიდიდით მეორე პარტია გახდა და მისი შედეგი ფაქტობრივად გაორმაგდა.
ვამაყობთ ისტორიული შედეგით, რომელსაც ამ არჩევნებში ალტერნატივამ გერმანიისთვის მიაღწია. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ რეიტინგით მეორე ძლიერი პარტია ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ახალგაზრდა ძალა ვართ. ეს რევოლუციაა. მემარჯვენეების ესოდენ შთამბეჭდავი წარმატება ევროკავშირში იმაზე მიანიშნებს, რომ ევრობიუროკრატიამ მოქალაქეები დაღალა. ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილებები ბოლო დროს მხოლოდ იდეოლოგიურ დემონტაჟს დაემსგავსა, რომელიც ქვეყნების უნიკალურობასა და ტრადიციებს ებრძვის ფსევდოლიბერალური გამოგონილი ღირებულებებით და სრულად აცდენილია საზოგადოების რეალურ საჭიროებებს, რომელიც ეკონომიკაზე გადის. 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე კი ბრიუსელის აცდენა ევროკავშირის მოსახლეობის საჭიროებებთან კიდევ უფრო ნათელი გახდა. და ალბათ ეს აცდენა ყველაზე უკეთ ბულგარეთში ჩანს, სადაც ევროკომისიის შენობას საღებავები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. არადა ევროკავშირის წევრობის 18 წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანაა. თუმცა მიუხედავად მრავალწლიანი ისტორიისა, ის ხომ კვლავ ერთ-ერთ ღარიბ და წარუმატებელ ქვეყნად რჩება ევროპის მასშტაბით, რომლის მოსახლეობაც რეკორდულად მცირდება. ბულგარეთის მაგალითი კარგად აჩვენებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც საქართველოსთან მიმართებით წლების განმავლობაში გრძელდებოდა და ამას საზოგადოებაც თითქოს მიეჩვია. წლების განმავლობაში გარე არბიტრი იყო ევროკავშირის რომელიღაც წარმომადგენელი, რომელიც მხოლოდ პირადი სარგებლის მიხედვით აკეთებდა განცხადებებს და არა ობიექტური რეალობის მიხედვით. ეს მოცემულობა კი ნელ-ნელა ყოველი შემთხვევისთვის ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში წარსულს ბარდება. ტრამპის ადმინისტრაციამ შტატებისთვის მოიტანა ახალი რეალობა, ეროვნული ინტერესები და მრავალპოლუსიანი მსოფლიოს აღიარება. ამ გადმოსახედიდან კი სუვერენული ქვეყნებისთვის საერთო ენის გამონახვა ბევრად უფრო ადვილი იქნება. ევროკავშირის Deep State-ის მარიონეტებს რაც შეეხება, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ალბათ მათი დროს დადგება. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.